ცოტა უნდა დამძიმდეს ახლა ჰოლივუდის ამბები, რადგანაც ყველაზე გახმაურებულ ამბავზე ფაბდედის გარშემო გვინდა რომ ვისაუბროთ. ფაბდედი იგივე შონ დიდი კოპსი სასამართლო დაიწყო, როგორც იქნა, ესე იგი ამერიკელი რეპერის ადვოკატი მარკ აგნიფილოა, რომელსაც გახმაურებულ საქმეზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ მარკის გარდა კოპსის ინტერესებს კიდევ 5 ადვოკატი იცავს, ბრალდების მხარეს კი 8. გამოცემა BBC-ს ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ფაბდედის ადვოკატებმა გახსნეს მათი თქმით კოპსი ოჯახური ძალადობის საქმეში დამნაშავე. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამერიკელი რეპერი პარტნიორზე კასანდრა ვენტურაზე ფიზიკურად ძალადობს. დაცვის მხარე ამბობს, რომ კოპსის ეს ძალადობრივი ქმედება ნარკოტიკებმა და ეჭვიანობამ გამოიწვია, თუმცა კასანდრა ვენტურა ამის შემდეგ კვლავ დარჩა კოპსთან და არ დაშორებულა. კოპსის დაცვის მხარე ასევე აცხადებს იმასაც, რომ რეპერს სექს ტრაფიკინგსა და რეკეტების მოწყობასთან არაფერი აკავშირებს. კოპსის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ სავარაუდო მსხვერპლ ქალებს, რომლებიც შონ დიდის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, რეალურად რეპერი უყვარდათ. შესაბამისად, ფაბდედისთან მათი ინტიმური კავშირი ნებაყოფლობითი იყო. თითოეული მათგანი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იყო. ფაბდედისგან ყველას რაღაც სარგებელი ჰქონდა, აცხადებს რეპერის ადვოკატები. მოსამართლემ პირველ მოწმედ ისრაელ ფლორესი გამოიძახა. ფლორესი იმ სასტუმროს დაცვად მუშაობდა, სადაც შონ დიდი კოპსი კასანდრა ვენტურას დაესხა თავს. მისი თქმით, ვენტურას წასვლა უნდოდა, თუმცა რეპერი მას ამის საშუალებას არ აძლევდა. როგორც ფლორენსი ამბობს, ვენტურას თვალი დალურჯებული ჰქონდა, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინებაზე უარი თქვა. კი ბატონო, საქმის, ესე იგი, ამ საქმის პროკურორების მტკიცებით, რეპერი ვენტურას მუსიკალური კარიერის დანგრევით ემუქრებოდა და თეთრ წვეულებებზე სექს მუშაკებთან ინტიმური კავშირის დამყარებას აიძულებდა. სასამართლო მეორე მოწმედ ყოფილი ძელზე მოცეკვავე დანიელ ფილიპი გამოიძახა. ფილიპის განცხადებით, მას კასანდრა ვენტურასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე ჰქონდა, მისივე თქმით, ხშირად ეს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ხდებოდა და 10 საათი გრძელდებოდა. ამ ყველაფერს კი ფაბდედი უყურებდა და კამერით იღებდა. დანიელმა ასევე აღნიშნა, რომ შეესწრო იმას, თუ როგორ იძალადა ფიზიკურად კოპსმა ვენტურაზე. ამერიკელი რეპერის სასამართლო პროცესი, მეგობრებო, დახურულია, ანონიმურია მოსამართლის ვინაობაც. ამ დროისთვის სასამართლო პროცესიდან ეს ინფორმაცია ვრცელდება ჯერჯერობით. უახლოეს დღეებში არაერთი მოწმის დაკითხვა იგეგმება. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის დეტალებს ჩვენ მუდმივ რეჟიმში მივაწვდით ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად, იმიტომ რომ სოფლიო ეპიცენტრში არის ფაბდედის ეს გახმაურებული ამბავი და რა თქმა უნდა, მოძალადე უნდა იყოს დასჯილი. ნებისმიერი მოძალადე, ნებისმიერი ქვეყნის არ აქვს იმას მნიშვნელობა, თუ რა სოციალური სტატუსის წარმომადგენელია. ნამდვილად გიერთდები.